ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 40-მდე ფაქტი საქართველოში. ყველაზე მეტი სამართალდარღვევა კახეთში გამოვლინდა. გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ფაქტები დაფიქსირდა თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოსა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში. საქმე ეხება მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით წვას, ასევე სხვადასხვა ტიპის ნარჩენებით გარემოს დანაგვიანებას. ნარჩენების მართვის ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელება გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. ისევე როგორც სხვა რეგიონში, კახეთშიც სამმართველობას დიდი ყურადღება ექცევა. ჩვენი ეკიპაჟები სამოქმედო ტერიტორიაზე 24 საათის განმავლობაში პატრულებენ, რომ მოხდეს სამართალდარღვევის პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ასევე ვახდენთ სამინისტროს ხელხაზე შემოსული შეტყობინებებზე მტკიცე რეაგირებას. მოგახსენებთ მაგალითად გასული წლის სტატისტიკას, რომელიც კახეთში იქნა დაფიქსირებული, ეს არის 402 ფაქტი. აქ უფრო მეტად გამოვლენილია ფიქსირდება მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება და ასევე არასახიფათო ნარჩენის ღია წესით წვის ფაქტები. თუმცა გვაქვს რა თქმა უნდა ცხოველის სხეულით და სამშენებლო ნარჩენით გარემოს დანაგვიანების ფაქტები.